მოგესალმებით, მე ჟურნალისტი თეა იოსელიანი ვარ, ეს გურის მონგეს ფლიპკამერა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა საკმაოდ აქტუალური და რეზონანსულია, გადაცემის სტუმრები კი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი გოჩა შანიძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი თამას ტრაპაიძე არიან. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გოჩა, ბატონ თამას სტუმრობისთვის. როგორც ცნობილია, 11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა საყოველთაო სახალხო განხილვისთვის გამოაქვეყნა კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას 150-დან 190 დეპუტატამდე. ამ საკითხზე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიზაციის საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ოზურგეთში ჩატარებულმა შეხვედრებმა ცხადყო, რომ საკითხზე მოსახლეობის აზრი ორად გაიყო. ბატონო გოჩა, რა არის აღნიშნული ცვლილების ინიციირების მთავარი მიზეზი და თქვენ როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, რატომ მიიჩნევთ აუცილებლად კანონში ცვლილების შეტანას? მოგესალმებით უპირველესად პატივცემულთა მომაყოლებლებო, მოგესალმებით აი ამ გადაცემის ფლიპ კამერის ორგანიზატორებს, ძალიან სასიამოვნოა ასეთ ლამაზ გარემოში, ლამაზ სტუდიაში. რაც შეეხება თავად კანონპროექტს და რაც შეეხება აი ამ ინიციატივას, რომელიც პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. ეს არის სწორედ უმრავლესობისა და უმცირესობის პოზიციისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეთანხმების კონსენსუსის გზით მიღწეული საკანონმდებლო ინიციატივა და რომელიც ითვალისწინებს როგორც მაჟორიტარი დეპუტატების წევრების რაოდენობის გაზრდას, ასევე პროპორციული სიით დეპუტატების რაოდენობის გაზრდას. მე ერთის მხრივაც შესაძლებელია ეს ცნობილია ჩვენი ტელემაყურებლებისათვის, მაგრამ მაინც გავაკეთებდი ასეთ განმარტებას, რამე თუ დღეს საქართველოს პარლამენტში არის 75 მაჟორიტარი დეპუტატი თითო წარმომადგენელი თითო ტერიტორიული ერთეულიდან და ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ეს ციფრი იზრდება 83-მდე. შესაბამისად, ცვლა ხდება მაჟორიტარი დეპუტატების ხარჯზე და იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს დაახლოება დეპუტატების რაოდენობისა, მოსახლეობის რაოდენობაზე გაფლის თვალსაზრისით. ასევე ინიციატივა საკანონმდებლო ცვლილება პროპორციული სიით 107 დეპუტატამდე პარლამენტთა წევრის გაზრდისა. ესეც გამოწვეული არის იმ თვალსაზრისით და ინიციირება არის წამოსული იმ თვალსაზრისით, რომ პარლამენტში რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელს, სხვადასხვა გაერთიანების წარმომადგენელს ჰქონდეს შესაძლებლობა მოხვდეს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს. მადლობა. ბატონ თამას, საზოგადოებას ახსოვს ოზურგეთში შეხვედრის დროს გამოთქმული თქვენი განსხვავებული მოსაზრებები. რატომ არ ეთანხმებით კანონში აი ამ ცვლილების შეტანას? კანონში მოგეხსენებათ, კანონი არის ცოცხალი და აქედან გამომდინარე შეიძლება რა თქმა უნდა ცვლილებები შევიდეს მასში, იმიტომ რომ თვითონ დრო მოითხოვოს. კანონში ცვლილების შეტანას ასეთ არ ვეთანხმებით სასახად ვერ ვიტყვით, უბრალოდ ჩვენ იმ მეთოდს არ ვეთანხმებით, რა მეთოდით ხდება კანონში ცვლილების შეტანა. რამე თუ ფაქტიურად მოგეხსენებათ 2003 წელს რეფერენდუმის გზით მოხდა ეს ცვლილებების შეტანა, მაშინ ჯერ კიდევ 2003 წელს მოსახლეობამ ჩვენმა ამომრჩეველმა ხმა მისცა 150 პარლამენტს 150 პარლამენტარის შემადგენლობით. და დღეს უკვე თუკი ჩვენ მაგალითად ვთვლით, რომ 150 არ არის საკმარისი და რაღაც სხვადასხვა მიზეზები შეიძლება ძალიან ბევრი მიზეზი იყოს, რა თქმა უნდა, ამის და ბევრი იყოს ამასთან დაკავშირებით მოსაზრებას. აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ რეფერენდუმის გზით შეიძლება ამის მოგვარება, ისევ ხალხს უნდა ვკითხოთ ამასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირებაზე 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეობა 2 მილიონმა ადამიანმა მიიღო, აქედან საკითხს დადებითად შეხვდა 83%. მაშინ ბარდების რევოლუციის შემდეგ ბათილად იქნა ცნობილი არჩევნების მხოლოდ პროპორციული ნაწილი, რაც შეეხება რეფერენდუმის შედეგს, ის კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ გასაჩივრებულა. უფრო მეტიც 2005 წლის თებერვლის თვეში ძალაში შევიდა კონსტიტუციური კანონი, რომლის შესაბამისადაც დეპუტატთა რაოდენობა განისაზღვრა 150 წევრით. და საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილება შეცვლა შეიძლება ასევე რეფერენდუმის გზით. და ბატონ გოჩა, გოდის გიხდით, მაგრამ გამოდის, რომ კანონპროექტის ინიციატორებმა და ავტორებმა კანონი დაარღვიეთ. მოდით ნუ ვიტყვით ასე მკაცრად, რომ კანონი დავარღვიეთ. იმიტომ რომ მოდით ასე ვთქვათ, იურისპრუდენცია ეს არ არის მათემატიკა, ეს არ არის ზუსტი მეცნიერება, იურისპრუდენცია სწორხაზოვნად განსაზღვრავს იმ პოზიციას და კანონის შესაბამის ვთქვათ განჯას.
მოდით ავიღოთ ასე, თავდაპირველად ვინცგან იყო ინიციირებული ეს კანონპროექტი. კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ასევე არასაპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. უმრავლესობაც აი ამ პროცესში ჩაერთო და შესაბამისი კომისიური წესით მოხდა. ახლა დამერწმუნეთ ამაში, მე ვფიქრობ, რომ იმ კომისიაში აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელი ძალზედ მაღალი დონის სპეციალისტი იყო და მათ მიერ სწორხაზოვნად მოხდა ამისი გათვლა. ამიტომაც მოხდა შემდგომი ეტაპი უკვე კანონმა, საკანონმდებლო პროექტმა და საკანონმდებლო ინიციატივამ განიცადა საერთო საჯარო განხილვები. შემდგომი ეტაპი იყო ეს, რომელიც აი ამჟამადაც მიმდინარეობს. გეტყვით შემდგომ ეტაპსაც აღნიშნული კანონპროექტი განსახილველად როგორც კანონპროექტის სახით პარლამენტში შემოვა უახლოეს დღეებში. ანუ ჯერ მას კანონის სახე არ აქვს. საკანონმდებლო დებატების დროს კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩნდება ყველა ის ნიუანსი, რომელიც კიდევ ამბობ იურიდიული მსჯელობის და იურიდიული დებატების საგანია. მე ვეთანხმები ბატონ თამაზს თქვა და ამ შემთხვევაში გარკვეულ ამორჩეულთა ჯგუფს მათ პოზიციაში, რომ ისინი აფიქსირებენ და რეფერენდუმთან მიმართებაში განსაზღვრავენ და აყენებენ აი ამ საკითხს, თუნდაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პოზიციას, მაგრამ არგუმენტები, ასევე იურიდიული დასაბუთება შესაბამისი არსებობს იურიდიული კომიტეტიდან და საპარლამენტო კომისიიდანაც. ახლა რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების პროცესს. მოდით ასე ავიღოთ, თუნდაც მე პირადად მე არა ვარ იურისტი, მაგრამ მე მეძლევა შესაძლებლობა მივიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრებს მომდევნო კვირეების, მომდევნო რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვექნება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და აი ამ შემთხვევაში ჩვენ კაფეო დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. ამ იურიდიულ, ასე ვთქვათ, მდგომარეობაზე და იურიდიულ საკითხთან მიმართებაში. კარგი, აი ბატონ თამაზ, თქვენ როგორ ფიქრობთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ირღვევა თუ არა საქართველოს კანონი რეფერენდუმების შესახებ? რა თქმა უნდა. სწორედ ამაზე აპელირებთ ჩვენ, რომ გასაგებია ამ ხრივ საიას დამოკიდებულება ამ კონკრეტულ საკითხზე. სწორედ მაგას ვსაუბრობთ, რომ ირღვევა პირველ რიგში კანონი რეფერენდუმის შესახებ და მისი მოთხოვნები. და მე ვიცი, რომ ბევრი არის ეს მოსაზრება, რომ თითქოს ძალაში არ არის ის შესული, რამე თუ არ მოხდა მისი თავის დროზე პარლამენტის მიერ თქვათ მიღება და ასე შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ დავეთანხმებით ამას, რამე თუ შესაბამისად ეს არის ძალიან ბევრი სამართლებრივი ნიუანსები, რომლებიც აბსოლუტურად განსაზღვრავს და განმარტავს იმას, რომ ყოველ შემთხვევისათვის, როდესაც თქვათ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხელისუფლება არის ხალხის, აქედან გამომდინარე და საქართველოს კონსტიტუციაში ამაზე საუბარი, ჩვენ უნდა ვცეთ პატივს რეფერენდუმის შესახებ კანონსაც, ნებისმიერ კანონს, რომელიც არის მიღებული და პარლამენტის მიერ სხვათაშორის მიღებული და აქედან გამომდინარე რეფერენდუმის შესახებ კანონის ეს მუხლი უნდა მოხდოთ. დიდი მადლობა. კანონპროექტის მიხედვით დეპუტატების რაოდენობის გაზრდას არ მოყვება სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარლამენტისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა. ეს მოხდება სხვა დეპუტატების ხელფასების შემცირების ხარჯზე თუ სხვა რაიმე სარეზერვო ფონდი ამოქმედება? მოდით მაშინ თქვენ ისდებართით უპირველესად აი ამ შეკითხვას გავცემ პასუხს. საბიუჯეტო ცვლილება, თუნდაც 2012 წლის ბიუჯეტი ადასტურებს იმ პროცესს, რომ პარლამენტის შესაბამისი საბიუჯეტო ხარჯები არ გაზრდილა, ანუ რჩება იგივე. აქ რეზერვების ხარჯი, აქ შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯი, აქ შესაბამისი სახელმწიფო უზრუნველყოფის ხარჯი. ეს არის უკვე შიდა სტრუქტურული დოკუმენტი, მაგრამ იგივე კანონი, საქართველოს კანონი ბიუჯეტის შესახებ კაფეოდ განსაზღვრავს, რომ ბიუჯეტი დარჩა იგივე. ეს რაც შეეხება ამ შეკითხვას. მაგრამ არ შემიძლია თავისებურად ბატონ თამაზის იმ კომენტარსაც არ დავეთანხმო, რომელსაც სხვა იურისტები და ასევე სხვა წარმომადგენლებიც კაფეოდ დასახელებენ, რამე თუ ერთ სიფრულ მართლაც არსებობს იურიდიული კანონზომიერება და საუბარი და შესაბამისი მმართველობა ეკეთებენ, რომ რეფერენდუმი შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნდა განისაზღვროს რეფერენდუმის გზით. ამას არც არავინ არ უარყოფს, მაგრამ აქ კიდეც გაჟღერდა ამ სტუდიაშიც და სხვა შემთხვევებშიც ფრაზა, რომ ის რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება არ იყოს საკანონმდებლო ძალაში მოქცეული. მე კიდევ ერთხელ ვთქვი, არა ვარ იურისტი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის წმინდა იურიდიული მსჯელობის საკითხი და ამ მსჯელობის შედეგად, ამ დისკუსიის შედეგად იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუმცა საინტერესოა, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია მაინც არ არის, რადგანაც ერთი კვირის წინ დაახლოებით ბატონა პეტრეცის გარეშუმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ უმრავლესობა გადახედავს ამ გადაწყვეტილებას. სხვა რაიმე კონკრეტული ითქვა ამ სხდომაზე ბატონო გოჩა? ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ შემიძლია დავაფიქსირო პოზიცია.
და ეტაპებზე გავამახვილო ყურადღება. როგორ იქნება ჩნდება ინიციატორი ადამიანების ჯგუფი, წარმომადგენლები, იქნება შესაბამისი კომისია, რომელიც მსჯელობს ამ საკითხზე, შემდეგ ხდება ამის საჯაროდ განხილვა და კონკრეტული საკითხების წინ წამოწევა, უკვე მოვიდა მისი პოლიტიკურ დებატების ჭრილში აყვანის დრო. ანუ აღნიშნული კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის დრო. აი იქ გამოჩნდება შესაბამისად, თქვა, გადაიხედება ეს ცვლილება, არ გადაიხედება, მიღებული იქნება თუ არ იქნება. რამდენად საზოგადოებისთვის ცნობილია კონკრეტული კანონპროექტის განხილვაში არ მიუღიათ მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებს. აი ეს მაშინ როცა გაცილებით მარტივ საკითხებზე მნიშვნელოვნად მივიჩნევთ მათ კონსულტაციებს. რა თქმა უნდა, ამას კანონმდებლობა არანაირად არ გავარდებულებთ, მაგრამ იქნებოდა თუ არა უფრო კარგი, რომ გაგეთვალისწინებია გამოცდილი დემოკრატიული ქვეყნების განმარტება ამ შემთხვევაში. მოდით თქვენი დეპარტამენტი კიდე ერთხელ არ დავეთანხმები უბრალოდ აი ამ პოზიციასაც, რამე თუ შესაბამისად ვენის კონვენციის წარმომადგენელთა რეკომენდაციები, რომელიც იმ საპარლამენტო ჯგუფის წევრთა კომისიის და საპარლამენტო საკონსტიტუციო კომისიის შესაბამის ცვლილებაზე წარმომადგენელთათვის მათთან შესაბამისი კონსულტაციები გატარებული იქნა და ამის შესახებ დარბაზში ოპოზიციის და ოპოზიციის წარმომადგენლების საქართველოს პარლამენტის წევრთა სტუმრობისას მათ მიერ თუნდაც აქ ოზურგეთში იქნა ამის შესახებ გაცხადებული. ასე რომ ასეთი მსგავსი რეკომენდაციები არა კონკრეტული თქვა, მანდამაინც გაზარდეთ 150-მდე რა თქმა უნდა, არა კონკრეტული მაჟორიტართან მაგრამ ასეთი სახის რეკომენდაციები რა თქმა უნდა არსებობს. ბატონ თამაზ, საკითხისადმი ცალსახა მიდგომა, ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობ რეფერენდუმზე გვერდის სწავლა. როგორ ფიქრობთ, იქნებოდა თუ არა იმ საფუძვლებზე დამყარებული, რომ შესაძლოა მოსახლეობა უნდობლობით შეხვედროდა კონკრეტულ პროექტს? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი თუ გინდა ესე ვიღოთ, როდესაც თქვა რეფერენდუმი ჩატარდა 2003 წელს, მის უნდა შესულიყო ძალაში, პარლამენტმა ფაქტიურად არ მოახდინა მისი შემდეგ დამტკიცება. მაშინ რა გამოდის? ნებისმიერი რეფერენდუმი შეიძლება აღარ შევიდეს, მაგრამ მოსახლეობის მიერ გამოხატული ნებელობა შეიძლება შემდეგ პარლამენტმაურად არიღოს და აღარ დაამტკიცოს და ის უკვე მას აღარ მიეცეს იურიდიული ძალა. თუ ამ მიდგომით შევხედავთ ამ შემთხვევაში ხალხს, რასაც ვეკითხებით და თუ კი მე მავაზ და შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან ხალხის მიერ თქვათ არჩეული რაიმე გზა, აქედან გამომდინარე შეიძლება უბრალოდ ძალიან მარტივად პარლამენტმა შემდეგ ეს კანონში იურიდიული ძალა აღარ მისცეს და გამოდის რომ ხალხის მიერ ეს რეფერენდუმის გზით ჩატარებული ეს გამოკითხვას აბსოლუტურად აზრი არ ქონდეს. აქედან გამომდინარე როდესაც ბოლო პერიოდში მუდმივად არის საუბარი მოსახლეობის აქტიურობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რა თქმა უნდა და ამასთან ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ყოფილი ესეთი შემთხვევები, როდესაც ვენეციის კომისიის მიერ გარკვეული დასკვნები არ გაუთვალისწინებია ჩვენს ხელისუფლებას. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი საერთო დრო ამოიწურა. დიდი მადლობა ბატონო გოჩი, მადლობა ბატონო თამაზ სტუმრობისთვის. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ ეს იყო გულის მოამბის ფლიპ კამერა, გადაცემა კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტის წევრთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდას ითვალისწინებს. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, კარგად მცანდებოდეთ, ნახვამდის.